თუ Beatles-ის ფანი ხარ და ანთოლოგიის სერია არ იცი, მე და პოლის შეშფოთი მომზერას გასვით. 90-იანებში დიდი ამბავი ატყდა. დოკუმენტური ფილმი და Beatles-ის ახალი სიმღერები გამოვიდა წიგნი, ფილმი და მუსიკა სერიებად. Beatles-ის ანთოლოგია Greatest Hits არაა, არამედ დემოები, რეპეტიციები, საუბრები და სიმღერის ალტერნატიული ვარიანტები. აქ შეგიძლია მოусმინო Beatles-ის ექსპერიმენტებს, რომელთაც ერთი გამონათება აშორებთ, რომ რაღაც უცნობი მონახაზი ჩვენთვის ნაცნობ ჰიტებად აქცია. ანთოლოგიის პირველი ტომი Beatles-ის ცნობადობამდე პერიოდს და ადრეულ ბიტლომანიას მოიცავს. მეორე სტუდიური მოღვაწეობის წლებია, ექსპერიმენტები, ამბიციები და დაძაბულობა. ხოლო მესამე ტომში Beatles-ის გვიანი პერიოდია, Abbey Road, დაშლა და ეპოქის დასასრული. აქვეა დანაპირებიც, Free as a Bird და Real Love, ჯონ ლენონის დემოები, გადაქცეული Beatles-ის სიმღერებად. სადაც პოლი, ჯორჯი და რინგო თითქოს უკანასკნელად ელაპარაკებიან მის აჩრდილს. Beatles-ის reunion-თან ყველაზე ახლო რამ ეს გვაქვს. ახლა კი 30 წლის თავზე გამოვიდა ანთოლოგიის მეოთხე ტომი, მათ შორის Free as a Bird და Real Love-ის ახალი მიქსით. ჯონის უფრო გასუფთავებული, გაცალკევებული და ცოცხალი ვოკალით. თანამედროვე AI სეპარაციით ნაკრებში მოხვდა Now and Then-იც, რომელიც ჩანაწერის ხარისხის გამო თავდაპირველ პროექტში სიმღერად ვერ შედგა. ამგვარად არა რემიქსით და ხრიკებით, არამედ თითოეულის რეალური კონტრიბუციით Beatles-ის უკანასკნელმა სიმღერამ დასვა საბოლოო სამშვიდობებელი წერტილი ლეგენდარული ბენდის დისკოგრაფიაში. ანთოლოგია როგორც პროექტი სრულყოფილ ნაწარმოებებზე არ გვიამბობს, არამედ მათ შექმნის პროცესზე. შეგვახსენებს, რომ ისტორიაში ყველაზე დიდი ბენდის შემთხვევაშიც შედევრების მიღმა უამრავი მცდელობა და ძიება დგას. Beatles-ის ალბომებიდან რომელია შენი საყვარელი? დამიწერე კომენტარებში და არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა.